სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ ჩვენთანაც ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს დღევანდელი დღისათვის. დღეს არის დიდი მარხვის მეორე შაბათი და არის მიცვალებულთა ხსენების დღე. თითოეული მორწმუნე ადამიანი გარდა იმისა, რომ უნდა თავისი სულის გადარჩენაზე ზრუნავდეს, უნდა ზრუნავდეს ასევე თავის მიცვალებულებს. ეს ზრუნვა შეიძლება გამოიხატოს იმაში, რომ ადამიანმა თავისი პირადი ლოცვა აღასრულოს, სახში ილოცოს მიცვალებულისთვის. შეიძლება საფლავზე გავიდეს, პანაშვიდი გადაახტევინოს მოძღვარს, სანთელი აანთოს, საფლავი დაასუფთავოს, ესე იგი, საფლავზე ჯვარი იყოს აუცილებლად აღმართული, ნაკურთხი ჯვარი. შეიძლება მოწყალება გასცეს მიცვალებულის სახელზე. შეიძლება ტაძარში საკურთხი მიიტანოს, აკურთხოს, მაგრამ სხვაებსაც გაუნაწილოს, ესე იგი. აი როგორ არის ხოლმე. მეზობლები ერთმანეთს შეაწვდიან ხოლმე საკურთხს. ესეც მოწყალებაა მიცვალებულის სახელზე გაკეთებული და უნდა იყოს ნაკურთხი, ესე იგი, და შეაწოდო, ესეც მადლია და ვინც მიიღებს ამ ყოლია იქნება თუ კორკოტი იქნება, სულაც ორი სიტყვით რო თქვას ღმერთო, მიაგებე იმათ მიცვალებულებს, ღმერთო შენ შეუნდე შეწოდებები ამ ოჯახის მიცვალებულებს, ვინც ეს შემოგვაწოდა. ეგეც უკვე ლოცვაა და ზრუნვაა მიცვალებულის. შეიძლება წირვაში მოიხსენოს თავისი მიცვალებული ადამიანმა და ეს ძალიან კარგია, ეს ყველაზე დიდი რამე არის ადამიანი გააკეთებს. აი ქრისტიანი ადამიანი ამაზე უნდა ფიქრობდეს, ამას უნდა აკეთებდეს. იმიტომ რომ ეს ძალიან დიდი ნუგეშია მიცვალებულისთვის. და თუ ადამიანი გიყვარს და თან იცი რომ რაც არის მისთვის ნუგეში, მაშინ კიდევაც გააკეთე. თანამედროვე დროს აქ რწმენაც არის, რომ შენ ჯერა რომ ის შენი მიცვალებული არის ცოცხალი, კი არ მოკვდა, კი არ გაქრა, არამედ არის ცოცხალი. და ის ჩვენს მისადმი დამოკიდებულებას გრძნობს. ჩვენს მისადმი სიყვარულს, მასზე ზრუნვას, მისთვის რაღაცის კეთებას, რაც შეგვიძლია, რა თქმა უნდა. ამ ყველაფერს გრძნობს ის ადამიანი და ის სიკეთე, რასაც მისთვის აკეთებს აქ დარჩენილი წირისუფალი, ეს ძალიან დიდი ნუგეშია მიცვალებულის. შემთხვევით კი არ არის, რომ ადამიანს თავში აზრად მოსდის, რომ მოდი მიცვალებულისთვის რამე ხო არ გავაკეთო, ხო არ ვილოცო. ან ხო არ ვილოცო, ან დავუშვათ წირვაზე ხო არ წავიდე მიცვალებულთა ხსენების დღეს, შემთხვევით არ ხდება. ესე იგი, წმინდა მამები როგორ ამბობენ, რომ თუ ასეთი აზრები მოგდისო, ესე იგი, ღმერთს უნდაო, რომ შენი ლოცვით აცხონოს შენი მიცვალებული. წარმოიდგინეთ, აი როგორი მოწყალეა ღმერთი, რომ ადამიანს შენ გაძლევს შესაძლებლობას, რომ შენ ილოცო მისთვის, რომ შენი ლოცვა შეისმინოს ღმერთმა და რომ შენს მიცვალებულებს მიუტევოს შეწოდებები. ამავე დროს ადამიანმა თავის თავზეც უნდა იფიქროს, რომ ჩვენც ადრე თუ გვიან გარდავიცვალეთ. და გარდაცვალება ის კი არ არის, იმაზე კი არ უნდა იფიქროს ადამიანმა, რომ აი მოვკვდები და აქ აღარ ვიქნები და ვეღარ შევჭამ, ვეღარ დავლე, ვერ გავერთობ. პირველ რიგში იმაზე უნდა იფიქროს, რომ ღვთის წინაშე უნდა წარდგეს. და რა პასუხს მოისმენს ღვთისაგან, ამაზე უნდა იფიქროს. აი თითოეულმა ჩვენგანმა. აი დავუშვათ დღეს რომ ამ წუთში რომ ღმერთმა წამიყვანოს. ამ წუთისოფლისა ყველაფერი მთავრდება, მე აღარაფერთან შეხება აღარა მაქვს. ყველაფერი იმასთან, რასაც დავფოფინებდი და რაც მოძვირფასებოდა, უკვე ჩემთვის აღარანაირ მნიშვნელობას აღარ წარმოადგენს. ერთადერთი უკვე ვფიქრობ იმაზე, ღვთის წინაშე რომ წავდგები, რითი წავდგები? რა შინაგანი მდგომარეობით წავდგები? ადამიანს კეთილი საქმეები წაყვება მარტო იქ, მეტი არაფერი არ წავდგები. ღვთის წინაშე რომ წავდგები, ესე იგი, ვერც ძმაკაცი დაგიდგება იქ გვერდში, ვერც ოჯახის წევრი, ვერც ვერავინ, ვერც სიმდიდრე, ვერც შენი რაღაცა პატივი და დიდება თუ თანამდებობა, ვერაფერი. მონადა
ბატონი ერთგვარად წარდგებიანო, მეფე და მხედარიო ღვთის წინაშე. იქ არ არის ამის მიხედვით გამორჩევა. იქ არის იმის მიხედვით ადამიანი თავის ცხოვრებაში ღვთის მცნებას როგორ აღასრულებდა, როგორ ცდილობდა, რომ თავისი თავი სახარებისეული მცნებებით და ესე იგი და თუ ვერ შეასრულებდა სინანულით როგორ გაეტარებინა დრო და როგორ მოეყვანა თავისი თავი აი მდგომარეობაში. რა თქმა უნდა ღვთის მადლით. და როგორ ცდილობდა ადამიანი რომ ახსარება, ესე იგი ბოლომდე ეთქვა დაუშვათ რომ არაფერი დარჩენოდა სათქმელი, რომ ახსარება სწორად ეთქვა. უცოდელი ვინ არის, არავინ არ არის, ყველას აქვს თავისი ცოდვა და ვაი იმ ადამიანს, ვინც მოუნანიებელი წარდგება ღვთის წინაშე. იმიტომ რომ აქ შეიძლება ბევრი ცოდვა დამალო, მაგრამ კაცმა ჭირი მალაო და ჭირმა თავი არ დამალო, ის მაინც არ დამალავს თავის. ის ღვთის წინაშე და ყველა ადამიანის წინაშე ცხადი გახდება. ამიტომაც აი ყოველთვის ადამიანს ახსარება უნდა ჰქონდეს, აი ისეთი ახსარება ამოგედონმა იცხოვნა. აი თითქოს ბოლო ახსარებას ამბობ. იმის იქით აღარ გაქვს ახსარების შესაძლებლობა. და ვერ იფიქრებ, რომ მოდი ამას მერე ვეთქვი. რაღაცას მერე ვეთქვი. ვერ ეთქვი, სათვალე რომ ბოლოა და ვინ იცის, ერთ-ერთი ყველა შემთხვევაში ბოლო აღმოჩნდება. ერთ-ერთი ახსარება აუცილებლად ბოლო აღმოჩნდება. და ის ახსარება, რომელზეც არ გეცოდინება, რომ ის არის ბოლო. ის არ გეცოდინება, რომ ბოლოა. უიშვიათ შემთხვევებში თუ არ ჩავთვლით, რომ ადამიანი სასიკვდილოს არეცელზეა და სადღაც შეიძლება ვფიქრობდეს იმას, რომ შეიძლება ბოლო ჯერ ამბობს, მაგრამ ადამიანი ჯანმრთელი როა და აქეთ იქით დადის და არაფერი არ აწუხებს, მან შეიძლება ეს ვერ იფიქროს. აი ეს არის ნამდვილად ეხა ბოლო ახსარება. მაგრამ სადღაც მაგასაც უნდა ფიქრობდეს. და ეგრე უნდა ამბობდეს. უზიარებელი არ უნდა იყოს ადამიანი. აი ზოგჯერ აი საკვირველია ხოლმე, რომ ადამიანი ამბობს, რომ ქრისტიანი ვარ, ეკლესიურად ცხოვრობ, მაგრამ გადის 3 კვირა, 4 კვირა, 5 თვე, არ არის ნაზიარები და რანაირად არის მაშინ ის იგი მორწმუნე, რანაირად ცხოვრობ. იმიტომ რომ ახლა წარმოიდგინეთ, ჩვენ რომ ვიცოდეთ, რომ აი დაუშვათ ადამიანი სადღაც მიდის და ამინდის პროგნოზი ნახა და წვიმა გამოცხადდება. ხო გაითვალისწინებს შესაბამისად ნაწის ფეხსაცმელებს ხო არ ჩაიწვევს, ხორგის გარეშე ხო არ წავა. ანუ ჯერა რომ ეს ნამდვილად იქნება წვიმა და ასე მიდის. დაუშვათ გამოაცხადეს, რომ მიწისძვრა, ეხლა ჩვენ პატარაობაში იყო ხოლმე მიწისძვრა და ხშირად რო იყო ხოლმე, ხო გახსოვთ? ჩვენ ასე იგი სახლიდან გარეთ უთებით ჰქონდა ხოლმე აწყობილი პატარა რაღაცა ოთახი და იქ გვეძინა ხოლმე. და ადამიანს რო ჯერა რომ მიწისძვრა იქნება და ნამდვილად რო იყო ხოლმე, თუ ჯერა გამოვა და გააკეთოს მაგას. და თუ არ ჯერა, არ ხეინად წამოწევა და დაიძინებს სადაც არის. და რატო ამბობ, თუ ადამიანს ჯერა რომ არსებობს ჯოჯოხეთი, მარადიული სატანჯველი, თუ ადამიანს ჯერა რომ არსებობს მარადიული სიხარული, ის ისე ვეღარ გააგრძელებს ცხოვრებას, როგორც აგრძელებდა. რაღაცა შეცვლის. და თუ ვატყობთ, რომ არაფერს არ ცვლის, მაშინ არ ჯერა მას და არ წამს. ეს უბრალოდ ცარიელი სიტყვებია, რომ რაღაც არ უსწამს, ეგრე ყველას რაღაცას წამს. მაგრამ თუ ადამიანს ღმერთი სწამს და ის ყველაფერი, რასაც მას ღმერთი ეუბნება, რასაც ღვთის სიტყვა ამბობს, არა, მაშინ გააკეთებს. იმიტომ რომ როგორ ამბობს მოციქული იაკობი, მიჩვენეო შენი რწმენა შენი საქმეებითო და მე გიჩვენებ ჩემს რწმენას ჩემი საქმეებით. იმიტომ რომ საქმის გარეშე რწმენა მკვდარია. საქმის გარეშე მკვდარი, იმიტომ რომ რწმენა ისეთი რამეა, დაფარულია და არ წამს. ახლა რა გაიგე ახლა შენ მართლა წამს თუ არ წამს, მაგრამ მისი საქმე ამბობს მართლა წამს თუ არა. და თითოეული ჩვენთაგანი ისე იქცევა, ისე ცხოვრობს, როგორც წამს, არც მეტი, არც ნაკლები. როგორც წამს, ისე ცხოვრობს.
ამიტომ აი ჩვენს თავს უნდა დავაკვირდეთ, ჩვენს ცხოვრებას უნდა დავაკვირდეთ, რომ როგორია ჩვენი ცხოვრება. ისეთია, რომ აი ღვთის წინაშე წარდგომისა არ შეგეშინდება და ვინ არის რომ არ შეეშინდება. ყველას მაინც შეეშინდება, მაგრამ არის რომ რაღაცა მოუნანიებელი წოდები აქვს ადამიანს. არის რაღაცა მძიმე წოდა აქვს ადამიანს. არის რაღაცა რომ რომელიღაც წოდაში ფეხი უდგია და არ ეთმობა რომ გაანებოს. ეგეთ შემთხვევაში გარდაცვალება ის წინაშე წარდგომა ეს ძალიან საშიშია ადამიანს. იმიტომ რომ აქ არ არის რაღაცა მეორე შესაძლებლობა გამოსწორების. ადამიანი ერთხელ დაიბადება ხორციელად, ერთხელ დაიბადება სულიერად, როდესაც მოინათლება და შეუდგეს ქრისტეს გზას და ერთხელ გარდაიცვალა. ანუ გარდაცვალება ნიშნავს ერთხელ დაიბადება ზეცისა. ზეცაში დაიბადება. იგი როგორ ამბობს პატრიარქი პავლე, რომ ადამიანიო რომ იბადებაო თვითონ ტირის ეს ხები ხარობენ, ხებს უხარიათ. დაიბადა შვილი გვეყოლა და ადამიანმა ისე უნდა იცხოვროსო, რომ გარდაიცვლებაო თვითონ უხაროდესო და ხები ტიროდნენ. ხები ტიროდნენ, იმიტომ რომ უყვართ და დაენანათ რომ გარდაიცვალა. თვითონ უხაროდეს რატო? რომ სული გადაისწინა და რომ ცხონდა. ღმერთთან ერთად ყოფნის ბედნიერება აქვს, ჯოჯოხეთში სიხარული არ არსებობს. აი ესე უნდა იცხოვროსო ადამიანმა. აი ეს არის ადამიანის ცხოვრების მთავარი შინაარსი, რომ ესე იგი რისთვის მოვიდა კაცი რომ დაფიქრდეს. კი შეიძლება ყველაფერიც დააგროვოს ამ წუთის სოფელში. ხას რომ აი მომავალ თაობას გადავცე, მერე ის იმას გადასცემს. თუმცა ამ წუთის სოფელში ყოფნის მიზანი ეგ არ არის. ეგ ყველაფერი ის მატერიალური რაც ადამიანს სჭირდება, მაგაზე უფალი ამბობს, რომ პირველად სასუფეველი ეძებეთ და მისი სიმართლეო და დანარჩენი მოგეცემათ ყველაფერი. მოგეცემა, ხელი მოგემართება. შენც ჩააგდებ იმ ლობიოს თუ სიმინდს, თესლს ჩააგდებ და სხვაც ჩააგდებს, მაგრამ ღმერთზეა ის როგორ აღმოცენდეს. კი, შენ ჩააგდებ, მორწყავ, რაც შეგიძლია გააკეთებ, მაგრამ აი ის უშუალოდ იქ როგორ გაღვივდეს, როგორ აღმოაცენოს და რამდენი ნაყოფი მოგწეს, მაგას უკვე შენ ვერ გამოიწვევ. თელს რომას რო ჩადებდი, იმ ხეხილის მოვლაში თუ რაღაცა, იქ სეტყვა მოვა თუ არ მოვა, შენ უკვე მანდ ვეღარაფერს აკეთებ. უკვე შენზე აღარ არის დამოკიდებული. ამიტომ აი რაც შენზე არ არის დამოკიდებული, ღმერთი იმაზე გეუბნება, შენ მოგემართება. რაც შენზეა დამოკიდებული, ის შენ უნდა გააკეთო. ახლა შენ წამოგორდე და თქვა რომ ახლა ღმერთი ავირჩია, ღმერთი მომწევსო, ეგ არ იქნება. შენ უნდა აკეთო, უნდა იშრომო, ეგეც ღვთისგან არის. უნდა იშრომო ადამიანი. რაც უკვე შენ აღარ შეგიძლია და შენს შესაძლებლობებს აღემატება, აი იქ მოგიმართავს ღმერთი ხელს. ისე რომ აი ფრინველს ადარებენ ხოლმე წმინდა მამები, აი ფრინველს ახლა ერთი ფთა რო ჰქონდეს. ყოველი ფრენს ერთი ფთით და ის ერთი ფთა არის ის ნება, რომ უნდა რომ ადამიანი აცხონდეს. არადიულად სიხარული ქონდეს და მეორე ფთა ეს ადამიანის ნება. თუ ადამიანსაც ეს უნდა, მაშინ ეს გაფრინდება. მაშინ ადამიანი გადარჩება, ცხონდება. მაგრამ თუ ადამიანს ეს არ უნდა, მერც ყოველთვის უნდა ეს, მაგრამ ერთი ფთით ვერ აფრინდება. ხო ვერ აფრინდება. და თუ ადამიანსაც ეს უნდა, ქმედითაც უნდა. აკეთებს ამას, ეწალება, არ გამოსდის, მაგრამ ეწალება, ცდილობს. ეცემა, ნანობს, კვლავ წამოდგება, კვლავ აგრძელებს, კვლავ იბრძვის, რაც შეუძლია. ეს უკვე ადამიანის ნების გამოხატულება. ეს ნებაც ისეთი რამე არ ჩანს, როგორც წმენა. აი რას გაიგებ ადამიანს რა უნდა, მაგრამ მის საქმეებში ჩანს რა უნდა. და თუ ადამიანს ესე უნდა სულის გადარჩენა, უფალი ეუბნება, რომ ეძიებეთ და იპოვეთ, დააკაკუნეთ და გაგეღებათ, ითხოვეთ და მოგეცემთ. და თუ ჩვენ არ გვეძლევა, ესე იგი არ ვითხოვთ. ან არასწორად ვითხოვთ, როგორც მოციქული იაკობი ამბობს, იმიტომ რომ ის ამბობს, თუ რწმენით არ ითხოვ, არ მოგეცემ.
ესე იგი, რაც არ გვეძლევა სულიერად, ესე იგი არ ვითხოვთ. თუ ვითხოვ, მოგეცემა ღმერთისგან. როგორ არის, რომ შვილი რო პურს თხოვდესო მამასო, ну თუ мама ქვას მისცემს, პურის მაგივრად ხო არ მისცემს. თევზს რო ითხოვდესო, მშიერი ბავშვი, აი პური და თევზი ითხოვ. мама მორიოს მისცემს, რომ არ მისცემს. იმიტომ რომ თუ ადამიანებო იცით, კეთილი მისაცემელის მიცემა თქვენი შვილისთვის, ანა ღმერთი არ მისცემს ადამიანს იმას, რასაც ითხოვს, ოღონდ თუ კარგს ითხოვს. თუ ეხა შვილი მამას შხამს თხოვს, мама მისცემს ამ შხამს დასალევად არ მისცემს. და ზოგჯერ ადამიანები ღმერთისაგან სწორედ ამას ითხოვს. ოღონდ თვითონ ვერ აცნობიერებს, რომ ამას ითხოვს. ამიტომ ღმერთი ზოგჯერ რაღაცას არ გაძლევს. ესეც იმიტომ, რომ შენ გაგიფრთხილდეს. ღმერთი შეგვეციოს, ღმერთმა ნათელში დააწესოს ჩვენი მიცვალებულებიდან, ჩვენ მათზე ზრუნვა არ დაგზარებოდეს, არ დაგვნალებოდეს, არც დრო, არც ენერგია, არც შემართება საამისოდ, ესე იგი, იმიტომ რომ ჩვენც იმ ქვეყანაში წამსვლელები ვართ, ესე იგი, და ადამიანი რასაც დათესავს, იმასაც მოიმის. სულ მაგ ხოლმე იმის განცდა, რომ დღეს ადამიანები ერთ რაღაცას არ აკეთებენ, ძირითადად არ აკეთებენ, თორე თითოეულა განაარაკეთებენ. უნდა მოკიდო შვილს ხელი და მიიყვანო მამის თუ პაპის საფლავზე. რომ მერე მანაც თავის შვილს ჯერ თვითონ იცოდეს, რომ მოვიდეს საფლავზე. რომ სიწმინდეა ის წინაპართან საფლავები და რომ მერე თავისი შვილიც მოიყვანოს, თავისი მომავალი თაობაც მოიყვანოს და აი ეს დიდი ტრადიცია ქრისტიანული და მაცხოვნებელი, რომ არ დაიკარგოს, ჯაჭვი არ გაწყდეს. ერთია რომ წიგნებში წაიკითხოს და იცოდეს, რომ ესე უნდა თურმე, მაგრამ მეორეა რომ უშუალოდ გააკეთებინა. ზოგი რაღაც გამიგონია, ჩინური ანდაზა არსებობს, რომ მითხარიო და დამავიწყდებო. აი ატყვის, მაგრამ დაავიწყო. დამანახვეო და დავიმახსოვრებ. გამაკეთებინე და გავიგებ. შენ რო გააკეთებინებ, შენ თავის ხელით აანთებინებ სანთელს, ბალანს მოგლეჯავს. ერთად ილოცებ რაღაცა. მაგითი უკვე გაიგებ და დაამახსოვრებ. ისე რომ ეთქვი, შვილო საფლავზე უნდა წავიდეს ადამიანი თავისი მამის თუ პაპის თუ წინაპრის. ეგ დაიკარგა. მაგრამ ერთხელ გააკეთებინა უნდა მეორეთი, მესამეთი და უკვე ისწავლეს რა არის და როგორ. ღმერთმა დალოცვილი და გახარებულები გამყოფოთ. მე ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ასე იგი 29-ში ხო წირვა გვაქვს, 29 არის მითითებული. 28-ში საღამოს ჩავატაროთ, აი როგორც თან გუშინ რო დაუსდომელი წაიკითხოთ, ეთისკუთხების საიდუმლო ჩავატაროთ, შიგის ეთისკუთხე. მე ამოვალ 4 საათისთვის და პარასკევს 28-ში 4 საათს. განადრე ხო არა? ცოტა გვიან ხო არ ჯობია სოფელში, მაინც ხალხი იქნება, არა? კარგია 4 საათი. მე შეგვეციოს, აბა.